ასტრიდ ლინდგრენი. როგორ იყიდა ულემ ელვა? ულე 8 წლის ბიჭია. იგი პატარა სოფელ ბიულერ-ბიულში ცხოვრობს. ჩვენს ულეს არც ძმე მიყავს, არც დები, სამაგიოდ ძაღლი ჰყავს. მის ძაღლს ელვა ჰქვია. ახლა გიამბობთ როგორ მოხდა ელვა ულესთან. სოფლის ხარაზი ისეთი უპიროა, თუნდაც დაგკბიდეს, მაინც არ შეგიკეთებს დროზე ფეხსაცმელს. წინათ ელვა მასთან ცხოვრობდა. ხარაზი ცუდად ექცეოდა და ისიც ყველაზე ავი ძაღლი იყო მთელ სოფელში. ყოველთვის ჯაჭვით იყო დამბული და თუ ვინმეს თვალს მოკრავდა, ღრენა-ყებით გამოუვარდებოდა. ერთხელ ულემ ხარაზს თავისი ფეხსაცმელი წაუღო დასაკერებლად. ძაღლი ყებით გამოვარდა თავისი ხუხულიდან. ისე იყო გამძინვარებული, ულე გასაგლეჯად არ ენანებოდა. ულე შეჩერდა და ლაპარაკი დაუწყო. კარგი და კეთილი ძაღლი ხარ, ოღონდ ძალიან ხმამაღლაყებ. მეორე დღეს ულემ თავის ფეხსაცმელებს მიაკითხა, თანაც ელვას ძვალი მიუტანა. ძაღლმა ძველებურად შეუღრინა, მაგრამ ძვალს მაინც დაუწყო ღრღნა. ეტყობოდა ძალიან შიოდა. ულემ ისევ იმას ეუბნებოდა, რა კარგი და კეთილი ძაღლი ხარო. ხარაზი სულ ატყუებდა და ატყუებდა. ულეს ბევრჯერ მოუხვდა მასთან მისვლა. ბიჭი ყოველ მისვლაზე ხან რას მიუტანდა ელვას და ხან რას. ერთ მშვენიერ დღეს ელვამ ულეს კი აღარ შეუღრინა, სიხარულით შეუღება. ულე მივიდა და მოეფერა. ძაღლმაც გაულოკა ხელი. იმ ხანებში ხარაზი წაიქცა და ფეხი იღწო. სიარული რომ აღარ შეეძრო, ელვას მოვლას მთლად გაანება თავი. ულე შეეცოდა ძაღლიდან ხარაზს თხოვა. სანამ ფეხი იტკივა, ნება მომეცი, ელვას მევაჭამო. ულემ გაწმიდა ძაღლის ადგომი. შიგ ახალი თივა ჩაფიდა. გარეცხა ჯამი და შიგ სუფთა წყალი ჩაასხა. ძაღლს აჭამა და ბიულერ-ბიულში წაიყვანა სასეირნოდ. ელვა გახარებული ხტოდა, მობეზრებოდა, სულ ჯაჭვით რომ იყო დაფრული. ხარაზ რომ ფეხი მოუჭა, ულეს უთხრა: ნუ დუტუცო, ეგ ეზო ძაღლია და ჯაჭვით უნდა იყოს დაბრუნული. ელვა ელოდა ულეს. სასეირნო წამიყვანსო და გახარებული ხტოდა, მაგრამ ულე მარტო წავიდა. დაღამდა და საცოდავად აღმულდა ელვა. ულე დასევდიანდა და რამდენიმე დღე თავგზაბრეული დადიოდა. ბოლოს მამამისმა ძიანილსმა ვეღარ მოითმინა, მივიდა ხარაზთან და იყიდა ელვა. ხარაზიც ისე იყო გაბეზრებული, ელვას სულით ერთი სული ჰქონდა, თავიდან მოეშორებოდა. ასე მოხდა ელვა ულესთან.